მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი. მე კი მისი ავტორი სერგო ოსეჯანიშვილი ვარ. და შეგნებულად არ ვთქვი, რომ დღეს ბიზნესზე ვსაუბრობთ. დღეს ბიზნესზე არ ვისაუბრებთ. დღეს ვისაუბრებთ ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე, ციფრულ საფრთხეებზე და თანამედროვე გამოწვევებზე. და ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე, ანუ ხშირად საფრთხე გონია, რომ არის ქუჩაში. თუმცა, დღეს რეალურად ბავშვების ცხოვრებამ გადაინაცვლა უკვე ციფრულ სამყაროში და ციფრულ, ასე ვთქვათ, ონლაინ ცხოვრებაში, ხო? და რეალურად დღეს მთავარი კითხვა ზუსტად ეს გვაქვს headline-ის. ქუჩა თუ ინტერნეტი, სად არის დღეს ბავშვის მთავარი საფრთხე და ამ თემაზე სასაუბრობთ ჩვენ, მოკლედ ჩვენ საქმიან, ასე ვთქვათ, პოდკასტში მოვიწვიეთ ქეთევან კრაწაშვილი, K&S Legal Studios დამფუძნებელი და პარტნიორი და მოკლედ რა თქმა უნდა, ტრადიციულად დღევანდელი 4 შაბათის, ასე ვთქვათ, პოდკასტის წარმდგენი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting და დავით ყარაშვილი, რომელიც მეორე კვირა უკვე საინტერესო თემებით, ასე ვთქვათ, შემოდის ჩვენს პოდკასტში და დავით, მოგესალმები, მეგობრებო. ძალიან ისეთ საინტერესო თემა გვაქვს რა შერჩეული, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვეხება, თან მით უმეტეს აი სამივე აქ მშობელი მზივართ რა და სამივეს გვეხება, სამივეს ყავს, ასე ვთქვათ, მცირეწლოვანი ბავშვები და სამივე, ასე ვთქვათ, ვაწყდებით ამ პრობლემებს, ხო? და რეალურად ეხება აბსოლუტურად ყველას. დავით, ამიტომ სიტყვას გადმოგცემ შენ და დავიწყოთ დღევანდელი პოდკასტი. მადლობა სერგო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. სხვათა შორის დავიწყეთ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 1 ივნის სოფლიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და სწორედ მან მივიღეთ ფაქტიურად გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი ჩვენი ეთერი გამოგვეყენებინა აი ამ მიმართულებით და დღეს ვისაუბრებთ ბავშვებზე და ბავშვის უფლებებზე და ასევე იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რაც არსებობს. აქედან ზოგი არის თანამედროვე რისკები, რაც მოიტანა ტექნოლოგიებმა, ზოგიც არის ძველი, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ აქტუალური საფრთხეები. მე და ქეთი ვიცნობთ ერთმანეთს დიდი ხანია და ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ქეთის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროში და როგორც მე ვიცი, მისთვის ყოველთვის ძალიან განსაკუთრებით სენსიტიური და საინტერესო თემა იყო ბავშვები, არასწორწლოვნები და მათი უფლებები. სანამ დავიწყებდით ჩვენს უშუალოდ კონკრეტულ საკითხებზე სანამ გადავალ, ქეთი შენ ხო არ გინდა რამის თქმა? მეც მოგესალმებით და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს თქვენი ეთერის საშუალებით მივმართო თქვენს მაყურებელს და ვესაუბრო ალბათ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ყველას გვაწუხებს, უფროსები ვართ, უმცროსები ვართ, დასაქმებულები ვართ, არ ვართ დასაქმებულები ამის მიუხედავად, ბავშვებზე, ბავშვების უფლებებზე და ბავშვების პრობლემებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვლილებების პარალელურად ალბათ ესე რადიკალურად იცვლება ხოლმე და ბავშვები ერთ-ერთი პირველები გრძნობენ ყველა იმ ცვლილებას, რაც ეკონომიკურ ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაში თუ სამართლებრივი მიმართულებით იცვლება. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი ეთერის ფარგლებში ძალიან ბევრ თემას შევეხებით და შევეცდებით, რომ არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ეს ადამიანური ყოფითი ენით და მათ შორის შეიძლება ბავშვებისთვის მეტნაკლებად გასაგები ენითაც ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა, ქეთი. პირველი საკითხი რომ დავიწყოთ, ზოგადი კითხვა მექნება. ხალხოს საკმაოდ რთული კითხვები მაქვს, იმიტომ რომ ესეთი თემატიკაა, რომელზეც ზოგადად ხო, ცალსახე პასუხი, ასე ვთქვათ, არსეთ კითხვაზე ესე არ არსებობს და ყველაფერი ექვემდებარება, ასე ვთქვათ, მსჯელობას. როგორ ფიქრობ, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დღეს რა არის ყველაზე მწვავე გამოწვევა, ასე ვთქვათ? გამოწვევები არის ძალიან ბევრი, შეუძლებელია რომ არ იყოს გამოწვევები, როგორი მოწესრიგებული, ვთქვათ, სამართლებრივი მდგომარეობაც არ უნდა გქონდეს, ან ზოგადად როგორი მოწესრიგებულიც არ უნდა იყოს სხვადასხვა სისტემები, იმდენად სწრაფად იცვლება გარემო პირობები, რომ გამოწვევები არის ძალიან ბევრი და არ ვიცი, მე გამოვყოფდი გარდა ისე ტრაფარეტული ნათქვამისა, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა სხვადასხვა მიმართულებით, მაინც გამოვყოფდი და დავასახელებდი ბავშვის უფლებების დარღვევების ადრეული გამოვლენის პრობლემას და პრევენციის პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ის რისკი, რაც არსებობს ბავშვების გარშემო, ეს იქნება ოჯახში არსებული რისკები, აქტიური იქნება ამ კუთხით ბავშვზე მზრუნველი დაწესებულებები, სამეზობლო ელემენტარულად, ვინც ბავშვებთან დაკავშირებით არ ვიცი, ისმენს ოჯახში არსებულ, არ ვიცი, ხმაურს, ჩხუბს და ასე შემდეგ.
თუ ნებისმიერი სასკოლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე იქნეს შენიშნული ბავშვის გარშემო არსებული პრობლემები. და აქ აქტუალური და განსაკუთრებით საინტერესო რა არის? ბავშვი თავად ვერ გადმოსცემს ესე პირდაპირ სწორხაზოვნად თავის პრობლემებს, ხომ? ჩვენ რაღაცა ძალიან პატარა ასაკიდანვე ვიცით, რომ ბავშვი თუ ტირის, შეიძლება შია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ბავშვი იზრდება და მერე რომ ტირის, შეიძლება ან რომ მაგალითად კვებაზე ამბობს უარს, ცუდად ძინავს და ასე შემდგომ, ეს იმის გამო კი არ არის, რომ რაღაც ეს პირდაპირი რაღაც ამ კუთხით რაიმე პრობლემა აქვს, არამედ მაგალითად გარკვეული ბულინგის, გარკვეული ძალადობის მსხვერპლია, რომელიც არც თვითონ იცის მას რა დაარქვას და შესაბამისად ვერც გადმოსცემს. ხომ ხშირად დიდ ადამიანებს გვიჭირს რომ ჩვენს პრობლემას რაღაც თავისი სახელი გამოვუნახოთ. და სწორედ ამიტომ აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო უწყებების როლი, ასევე ნებისმიერი აბსოლუტურად ნებისმიერი მოქალაქეობრივი ვალიც არის ის რომ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემები რაც შეიძლება ადრე დაინახოს და ჩართოს ის სისტემა, რომელიც ამ კუთხით სხვათა შორის საკმაოდ მოწესრიგებული გვაქვს სამართლებრივი კუთხით. აი მაგალითად ბავშვის უფლებათა კოდექსი გვაქვს, რომელშიც თავმოყრილია უკვე აი დროთა განმავლობაში სხვადასხვა კანონმდებლობაში გაბნეული ბავშვის უფლებები და ბევრმა არც კი იცის, რომ ბავშვს ძალიან ბევრი უფლება აქვს. აი ეხლა ხანს მქონდა საუბარი ერთ-ერთ ბავშვის უფლებაზე, ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს და ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს. ანუ ბავშვს თუ შეუძლია წერა-კითხვა, მეორე კლასელმა ბავშვმა რომ დაწეროს განცხადება, ადმინისტრაციული ორგანო იქნება სასამართლო ვალდებულია, რომ ეს განიხილოს. ეხლა რა თქმა უნდა, იქ განხილვაში იქნება გარკვეული დამხმარე მექანიზმები ჩასართავი, სოციალური მუშაკი მაგალითად ან მეურვეობა მზრუნველობის ორგანოები მშობელი ცხადია თუ მშობელს არ აქვს უფლებები შეზღუდული, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა და ამ კუთხით არაერთი პრეცედენტი არსებობს, რომ მიუმართავთ ბავშვებს და უსარგებლიათ ამ უფლებით. კი ბატონო, მადლობა. ჩვენ იურისტებისთვის უფრო განსაკუთრებით ნაცნობი ტერმინი არის და ეს ტერმინი პრინციპში საკანონმდებლო დონეზეც გვაქვს, ხო? რასაც ჰქვია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ეს არ არის უბრალოდ ტერმინზე მეტია და ეს არის ხშირ შემთხვევაში არის მთავარი გასაღები ნებისმიერ ტიპის ურთიერთობაში, სადაც ბავშვი მონაწილეობს, ასე ვთქვათ, უნდა ამოვიდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ხო, აი რომ აუხსნათ ჩვენს მსმენელს, რას ნიშნავს ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი? დათო შენ აბსოლუტურად ზუსტად აღნიშნე, ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის ფაქტობრივად სტანდარტი, ფაქტობრივად რაღაც ეს მთავარი წესი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული აბსოლუტურად ყველგან. ეს იქნება ოჯახში, ეს იქნება სკოლაში, ეს იქნება რაღაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და რას ნიშნავს ეს? ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ ტერმინის სხვათა შორის პირდაპირ სამართლებრივი განმარტებაც არსებობს, რომელიც ძალიან ჩახლართულია და მე ახლა ძალიან მარტივად შევეცდები რომ ახსნა და ეს არის აი ძალიან მოკლე ახსნა რომ ბავშვის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მაქსიმალურად მიმართული ყველა ღონისძიება და ყველა გადაწყვეტილება. რაც აი მაგალითად ოჯახში ნიშნავს იმას, რომ ტრადიციებზე და კომფორტზე კი არ უნდა იყოს წამყვანი, როდესაც ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არამედ ბავშვის კეთილდღეობა უნდა იყოს წამყვანი და მთავარი რამ, რასაც ვეყრდნობით. ან სკოლაში მაგალითად, ანუ დისციპლინა კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ მთავარი უნდა იყოს ის, რომ ამ დისციპლინამ არ გამოიწვიოს ბავშვის მიმართ ძალადობა, ბავშვის გარიყვა, ბავშვის უგულებელყოფა. ალბათ ვერ ავწდებით დღევანდელი ეთერის ფარგლებში ესეთი ტერმინების გამოყენებას, მაგრამ ანუ ბავშვების მიმართ ძალადობის აი ერთ-ერთი ფორმა არის მაგალითად ბავშვის უგულებელყოფა, ბავშვის გარიყვა. არ არის აუცილებელი ძალადობა მხოლოდ ფიზიკურად, ანუ ჩვენ პირველი გვახსენდება ხოლმე ალბათ ეს ფიზიკური იძულება, ხომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მე მგონი კადრები ერთ-ერთ ბაღში ბავშვს შიშველ მდგომარეობაში დიდი ხნით აწვენდნენ იატაკზე და რაღაც ანუ გაგრძელება იქნება ალბათ ამ თემას და როგორც ვიცი დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები. ეს არის ფიზიკური იძულების ფორმა, მაგრამ ხშირად ბავშვები გაცილებით უფრო დიდ სტრესს განიცდიან, როდესაც ისინი არიან ფსიქოლოგიური იძულების ქვეშ. ბავშვის საუკეთესო ინტერესები ნიშნავს სწორედ ეს არის ერთგვარი ფორმულა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნაკარნახევი სწორედ აი ამ ინტერესით, ამ საფუძვლით და ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უნდა იყოს მთავარი
თავარი ღერძი, რომლისგან შეგვიძლია შემოწყდა მაგალითი გადაწყვეტილება. ვთქვათ, რომელი უფლება ირღვევა ყველაზე ხშირად, რომელსაც იდეაში არ აღიქვას საზოგადოება ამას რაღაც რეალური პრობლემად, აი რამე ისეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. აი ძალიან ხშირად ყველაზე ის ყოფითი რაც არის ბავშვის აღზრდა, რომ განვასხვავოთ და ბავშვის აღზრდაში რა არის საუკეთესო ინტერესები და ბავშვის მიმართ ვთქვათ იძულება, ბავშვზე ზემოქმედება, რომელიც მისი საუკეთესო ინტერესების სტანდარტებს ცდება და ასე შემდგომ, ხომ? ძალიან ბევრი ესე უფლებების სკოლის ფარგლებში, მაგალითად დისციპლინის მიმართ სკოლაში არის განსაკუთრებული მიდგომები, ხომ? მაგრამ ამ პროცესში ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ყველა გადაწყვეტილება, აი რისი ახსნა მინდა, მაგალითად მასწავლებელი რომ გამოაცხადებს საუკეთესო შედეგების მქონე ბავშვების სახელებს და გვარებს. აი ეს მომენტი, რომ მან გადაწყვიტა, რომ გამოვიდეს ესე გაკვეთილზე და მოსწავლებს ეს მოახსენოს, ხომ? ესეც გადაწყვეტილება არ უნდა გავიგოთ როგორც რაღაც გარკვეული აქტი, დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს საუკეთესო ინტერესებით მხოლოდ ნაკარნახები. რა თქმა უნდა, იქ უნდა ფიგურირებდეს და დომინირებდეს უბრალოდ საუკეთესო ინტერესები, მაგრამ აი ნებისმიერი ქმედებაც გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს და საუკეთესო ინტერესებით უნდა იყოს ნაკარნახები და ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, აი ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაც მოხდება, ერთ-ერთი მშობელი ცდილობდა, რომ ბავშვის სახელით მოეთხოვა მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია და მას, ანუ ბავშვის წარმომადგენელია მშობელი და რეალურად ბავშვის სახელით შეუძლია რომ დაწეროს განცხადება, მაგრამ როდესაც ესეთი განცხადება შედის მაგალითად სკოლაში, ის ვალდებულია რომ დარწმუნდა ეს მშობელი ნამდვილად ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მისი წარმომადგენელი მოქმედებს, თუ აქ რაღაც სხვა მოცემულობაა და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში სკოლა მაგალითად თუ სკოლას მიმართეთ, სკოლამ უნდა შეაფასოს და სკოლა ამ შემთხვევაში აფასებს მშობლის ასე ვთქვათ ქცევის სისწორეს? პირველ რიგში სკოლა არის ადგილი, რომელმაც ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე კარგად იცის კონკრეტული ბავშვის მდგომარეობა, ბავშვთან არსებული ფსიქოემოციური რყევები და რაღაც ნებისმიერი ცვლილება სკოლისთვის შეიძლება უფრო შესამჩნევი იყოს, ვიდრე ხშირად მშობლისთვის. ამიტომ სკოლას მეტი ინფორმაცია აქვს და ესეთ განცხადებას არ უნდა მიუდგეს რაღაც ფორმალურ განცხადებად. თან უკვე პირველი კითხვის ნიშანი უნდა აინთოს ალბათ, როდესაც აი ოფიციალური ფორმით მივიდა მშობელი სკოლაში და განცხადებით ითხოვს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, ხომ რაღაც ხდება თითქოს. ბავშვი ბოდიში გაწყვეტილება მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ სკოლის პერსონალიც იყოს გადამზადებული ამ კუთხით და სწორად ესმოდეთ ბავშვთან კომუნიკაცია და აი ესეთი რაც დაასახელე, ესეთი პრობლემური სიტუაციები როგორ წარმართონ სწორად. აბსოლუტურად მართალი ხარ დათო და სხვათა შორის ბავშვის უფლებათა კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ბავშვთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი პირი უნდა იყოს სპეციალიზებული, ანუ გადამზადებული უნდა იყოს ამ კუთხით და აი სწორედ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რთულია ამოიცნოს, რომ აქ რაღაც გარკვეული რისკი არსებობს, მაგრამ აი ერთ-ერთი кейსი, რომელზეც ვსაუბრობ, ხა რეალური кейსი იყო, აღმოჩნდა, რომ მშობელი, რომელიც ითხოვდა შვილის შესახებ მონაცემებს, სინამდვილეში ამ ინფორმაციის გამოყენებას გეგმავდა სასამართლოში თავისი შვილის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ სასამართლოში მას მისი არასრულწლოვანი შვილი, სხვათა შორის იურიდიული დახმარების სამსახურის საშუალებით, ამ სამსახურის ადვოკატის უფასო იურიდიული დახმარების საშუალებით უჩიოდა და მშობლის უფლების შეზღუდვას ითხოვდა. ანუ აქ რომ ეს ინფორმაცია სკოლას ესე ხელახებით გაეცა, სხვათა შორის არ გასცა სკოლამ ეს ინფორმაცია, რომ გაეცა, მისცემდა ხელში ფაქტობრივად მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება ამ ბავშვის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო სასამართლოში გამოყენებული. შესაბამისად, სპეციალიზებას, გადამზადებას და რაღაცა სენსიტიურობას ამ თემის მიმართ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფლებების ცოდნა მხოლოდ არ მოგცემს ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო არის როგორ მივედით მაგამდე რა, რომ ანუ შვილმა ფაქტიურად საჩივარი მშობელზე გააკეთა და ამ დროს მე მშობელი რაღაც მანიპულაციებს აკეთებს თავის შვილის წინააღმდეგ. ანუ როგორ მივიდა აქამდე, ეს ხო არ არის? ამას ვერ დავაბრალებთ ჩვენ ახლა სკოლას. და სკოლისთვისაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ აი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში გვაქვს ინფორმაციაზე წვდომის უფლება, ხო, რომელიც შეიძლება არასრულწლოვნის შემთხვევაში მის მშობელს ჰქონდეს ასეთი უფლება და აი სკოლამ, ну ამ შემთხვევაში სკოლაზე ვსაუბრობთ, თორე ნებისმიერმა დაწესებულებამ სწორად უნდა შეაფასოს, ესე იგი ეს ბალანსი დაიცვას და აი მაგით დავიწყეთ, რომ ამ ბალანსის დაცვის მთავარი გასაღები არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. მე აი ბავშვის საუკეთესო ინტერესი რაღაცა ვფიქრობდი რა მაგალითი შეიძლება იყოს, აი კიდევ რომ პრაქტიკულ ენაზე აუხსნათ და თუ ცდები შემისწორეთ, მაგალითად თუ ბავშვი არის მაგალითად ბულინგის მსხვერპლი, თუნდაც სკოლაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის არა მხოლოდ ის, რომ მოძალადე დაისაჯოს, არამედ ის, რომ
ბავშვს აღმოუჩინოთ შესაბამისი საჭირო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სკოლაში უზრუნველყოთ უსაფრთხო სასწავლო გარემო. განათლების კუთხითაც რო ვთქვათ, რომ თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის არა უბრალოდ ის, რომ სკოლაში ჩაირიცხოს, არამედ ის, რომ თუ მას მაგალითად აქვს სპეციალური საჭიროება, რომ სკოლა მაქსიმალურად ამაში ხელი შეუწყოს, კონდეს ინდივიდუალური მიდგომა და ბავშვს არ კონდეს რაღაც დაბრკოლებები, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი განათლების მიღებაში. მოკლედ ამ საინტერესო თემაა და ეს არ არის რაღაცა ცალსახა მიდგომა, ხო? ანუ ყველა სიტუაცია არის განსხვავებული და ექვემდებარება გარკვეულ შეფასებას, მაგრამ თავარი არის, რომ ისევ ბავშვის ინტერესები იყოს წინა პლანზე წამოწეული. და ბულინგიც ერთ-ერთი ეს განსაკუთრებული პრობლემაა და თუნდაც ამ მაგალითში ახლა რაზეც ისაუბრე, თვითონ ბულინგის განმახორციელებელი მოძალადეც, როცა თვითონაც ბავშვი აი ამ შემთხვევაშიც მოდის, ალბათ აი ძალიან მნიშვნელოვანია რეაგირების ესე სწორი მეთოდის შერჩევა, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ხშირად მომისმენია, რომ მესამე კლასელ ბავშვებს შორის, მაგალითად მეორე კლასელ ბავშვებს შორის მიდის ბულინგი და ანუ მოძალადეც და მსხვერპლიც არის არასრულწლოვანი და ამ შემთხვევაში ეს მსხვერპლის მშობლების რეაქცია როგორი უნდა იყოს, ხომ ადამიანურად ძალიან რთულია ეს, მაგრამ ალბათ ყველაზე უკეთესი მიდგომა არის ის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ აქ ორ არასრულწლოვანს ვეხებით და მთლიანობაში ამ პრობლემის მოგვარება რაღაც ესეთი აგრესიით არ უნდა მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის, რომ ბოლოს ეს მოძალადე და მსხვერპლი შერიგდნენ, განიხილონ, გაარკვიონ პრობლემა და რაღაცნაირად ისწავლონ გამკლავება ნებისმიერ მსგავს სიტუაციასთან და კი ბატონო. ჩემთვის როგორც აი მშობლისთვის, ხო? და ალბათ ბევრი მშობლისთვის აი ეს ძალიან საინტერესო და რთულ თემას შეეხე. აი სად გადის ზღვარი ბავშვებს შორის და არასტუდენტებს შორის კონფლიქტსა და ბულინგს შორის. ხო? იმიტომ რომ უბრალოდ კონფლიქტი, კამათი, ხო? ისეთი რაღაც არის, რასაც ჩვენ გვერდს ვერ აუგლით და შეიძლება ბავშვი პირიქით ასეთ დროს ვითარდებოდეს და ბავშვებში კი არა, სრულწლოვან ზრდასრულ ადამიანებშიც ესეთი რაღაც არის, მაგრამ აი საიდან უნდა ამოვიცნოთ, რომ უკვე გვაქვს სახეზე არა უბრალოდ რიგითი კონფლიქტის, არამედ უკვე ბულინგის ნიშნები. ცხადია კონფლიქტი ხდება ძალიან ხშირად და ეს მართლაც ერთგვარი განვითარების სოციალიზაციის ერთ-ერთი გზაც არის, მაგრამ ბულინგიც იმდენად აქტუალური საკითხია, რომ დროთა განმავლობაში რაღაც გარკვეული ნიშნებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი რაც უნდა გამოვყოთ არის ის, რომ ამ შემთხვევაში ამ ძალადობას, ამ ზემოქმედებას ახასიათებს არაერთჯერადი ხასიათი. ანუ ეს არ არის ერთ დღეს აღმოცენებული და იმავე დღეს დასრულებული მოგვარებული პრობლემა. შეიძლება მაგალითად ბავშვებმა იჩხუბონ, ძალიან აგრესიული იყოს მათი ქცევა, მაგრამ შემდგომ განიხილონ ეს საკითხი, მოაგვარონ პრობლემა, შერიგდნენ და მეორე დღეს ჩვეულებრივ გაგრძელდეს ყველაფერი, არც ერთი ბავშვი თავს დაჩაგრულად არ გრძნობდეს, მეორე დღეს ამის გამო სკოლაში წასვლა არ ეშინოდეს და ასე შემდგომ, მაგრამ აი მეორე სცენარში, როდესაც შეიძლება საერთოდ არ იყოს ესეთი განსაკუთრებული აგრესიული ქცევა, მაგრამ ბავშვი იყოს მაგალითად დაცინვის მსხვერპლი და დაცვინის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი რაღაცის გამო იყოს. შეიძლება რაღაცა მაგალითად თმის ფერის გამო ეუბნებოდნენ ყოველდღე რაღაცა განსაკუთრებული თმის ფერი აქვს და ამის გამო ის თავს გრძნობდეს როგორც და ამას რაღაც დამცინავად გამოხატავდნენ და აი არ არის აუცილებელი რომ ამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ნაკლზე უსვავდნენ ხას. შეიძლება რაღაც პირიქით სულაც არ იყოს ეს ნაკლი და ბავშვი იცვლება, ბავშვის ქცევა იცვლება, მას აღარ უნდა სკოლაში წასვლა. მას შეიძლება რაღაც სახლშიც რაღაც კვებითი ქცევებიც კი შეიცვალოს, მისი უხასიათოდ არის იკეტება, გააჩნია ბავშვის ასაკსაც სხვადასხვანაირად გამოხატავენ და ხო არ გონია რომ ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის, აი ეს ბულინგის საბები. ანუ მეორე მესამე კლასელ ბავშვს რატო უნდა კონდეს ამის სურვილი? კი, ოჯახს რომ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ოჯახში ჩამოყალიბებულ ჩვევებს და ფაქტობრივად ბავშვები რაღაც სარკე არიან ალბათ ოჯახში არსებული სიტუაციის ეს მიღებული საკითხია. თუმცა მხოლოდ ოჯახზე ალბათ ვერ ვისაუბრებთ. დღეს ბავშვები ზღვა ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ ოჯახიდან და ამაზე გადასვლის გარეშე ალბათ დღევანდელი ეთერი ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაც
დროის განმავლობაში ოჯახი იყო ქცევების და ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო და ჩვევების გაზიარებას ბავშვები ცდილობდნენ მშობლების მეგობრებისგან, ოჯახში მოსული სტუმრებისგან. მაგრამ დღეობით შეიძლება ბავშვმა თავისუფალი დროის 3 საათიდან 1 გაატაროს ოჯახის წევრებთან ერთად და 2 გაატაროს ეკრანთან, კომპიუტერის ეკრანთან, smartphone-თან და ასე შემდგომ. და აი აქ უკვე რაღაც გარკვეული უხილავი ინფორმაციები შემოდის. კი ბატონო, ძალიან კარგი რაღაც თქვი და ნამდვილად ესეთი კარგი და ზუსტი ინდიკატორია ნებისმიერი მშობლისთვის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ბავშვებს შორის, სადაც უკვე ეს კონფლიქტი გავლენას ბავშვი გზნობს თავს დაჩაგრულად, ხო ესე თქვი და ანუ ესეთი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. ბავშვს აღარ უნდა სკოლაში წასვლა, ბავშვს აღარ უნდა ეზოში სათამაშოდ ჩასვლა. აი ეს უკვე არის ინდიკატორი ალბათ და ერთ-ერთი ესეთი ნიშანი, რომ უკვე ეს საკითხს სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ამასაც გამოვყოფთი, რომ ჩვეულებრივი კონფლიქტის დროს როგორც წესი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე არასრულოვანი მეტნაკლებად თანაბარ სიტუაციაში იმყოფებიან. სამწუხაროდ უკვე ბულინგის დროს მსხვერპლი გაცილებით უკვე უფრო სუსტ მდგომარეობაშია და მასზე ხორციელდება სხვადასხვა ხასიათის წნეხი, მათ შორის ფსიქოლოგიური. სანამ გადავალთ უშუალოდ აი ციფრულ გამოწვევებზე, ესეთი პრაქტიკული რჩევასავით რომ მივცეთ, რომ აი თუ მე ვარ მშობელი და თუ მაქვს უკვე ეჭვი, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი შვილი არის შესაძლოა იყოს ბულინგის ან და ძალადობის მსხვერპლი, ხო? და უნდა არ ამბობს ამას, ხო? და ამას არ ამბობს. აი რა უნდა მოვიმოქმედოთ სამართლებრივადაც, არასამართლებრივადაც რა იქნება, ასე ვთქვათ, და რა თანმიმდევრობით. კი ბატონო, ალბათ აი ამ შემთხვევაში არის რითიც დავიწყოთ დღეს საუბარი, ადრეული გამოვლენა და ამოცნობა ამ საკითხის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ ბავშვის ფსიქიკა არსებითად დაზარალდება, ხომ? და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოჯახს, მშობლებს აქვთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. და აი ამ დროს ალბათ ყველა მშობელი გარკვეულწილად ცოტა ფსიქოლოგებიც უნდა ვიყოთ და ბავშვებისთვის მე მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა, ემოციურად ხელმისაწვდომები უნდა ვიყოთ. ანუ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ისინი თუ რაღაცას მოყვებიან, რაიმე თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ, ამის გამო არ განიკითხებიან, არ მოხდება მათი გაკიცხვა და სხვათა შორის ესე ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ვიცით ძალიან კარგად და კითხვას დავუსვამთ ბავშვს ისე, რომ ის არ გაიხსნება, არ გვესაუბრება. მაგალითად, თუ უკითხავთ უბრალოდ დღეს მომიყვები, რა მოხდა სკოლაში, თუ არ გინდა დღეს, ეხლა ამაზე საუბარი, მოდი საღამოს ვისაუბროთ. ეს არის ღია კითხვა, ბავშვი თავისუფლად გრძნობს თავს და დიდი ალბათობით ის მაშინვე დაიწყებს ამ თემაზე საუბარს. მაგრამ თუ ვეტყვით, რომ დაჯექი ახლა დროა, რომ მომიყვე რაღაც მოხდა დღეს სკოლაში და შენ ხომ არ იყავი დამნაშავე აქ, მოდი განვიხილოთ ეს საკითხი. აი აქ უკვე ბავშვი იკეტება და დიდი ალბათობით ის ამ თემაზე ან ძალიან მოკლედ ისაუბრებს, ან იძულების წესით ისაუბრებს, ყოველ შემთხვევაში არ იქნება ისეთი პროდუქტიული ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში საკუთარ შვილებთან დიალოგი, საერთო ენის გამონახვა და ის რომ მათ კონდეთ ეს უსაფრთხოების შეგრძნება პირველ რიგში მშობლებთან და მშობელი როგორც წესი შეძლებს რომ გამოავლინოს ეს პრობლემა და უკვე მიიღოს ზომები, ჩართოს შესაბამისი რგოლები, სკოლის თქვათ პედაგოგი იქნება, ეს დამრიგებელი იქნება, მეორე მშობელთან დიალოგი იქნება, საკითხის რაღაც ეს ზოგადად განხილვა იქნება თუ სკოლის ფსიქოლოგი იქნება და ასე შემდეგ. ხოდაშორის UNICEF-ის რაღაც იმებს გავეცანი მე სტატისტიკას რა და კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკური დასჯის კვლავ აღზრდის მისაღებ, ანუ ამისკენ არის ისევ და ეს როგორ უნდა შევცვალოთ, ანუ ისევ რაღაც დიდი ნაწილი თulis რომ თან როგორ თulis რა, მე ხო გავიზარდე წესიერი რა, ანუ შენს გაიზდები. ნუ ძალიან შეცვლილია ეს ყველაფერი ხო, ანუ თაობები შეიცვალა ძალიან, დრო შეიცვალა აბსოლუტურად ხო, მაგრამ ეს მიდგომა არის. და აი კვლევებიც მაგას გვაჩვენებს და ამ რეალობაში როგორ უნდა შევცვალოთ ეს? კი, ეს მიდგომა არის და რაღაც ეს ბუნებითი, არ ვიცი, საწყისებიდან მოდის ალბათ, რომ ბავშვი პატარაა, ბავშვი მანიპულატორია, უმეტესად ბავშვი არის მანიპულატორი. სკოლაში არის ეს თავი. კი, და ანუ უფროსი ადამიანი, რომელიც არ არის ყოველთვის იმის ხასიათზე, რომ ამ მანიპულაციის უკან რა დგას და რეალურად რა აწუხებს ბავშვს, ამას ჩაუღრმავდეს და
ანუ ალბათ არ ვიცი 10-დან 9 შემთხვევაში შეიძლება მოწოდებული ვართ რომ პრობლემა რეალურად აღვიქვათ, მაგრამ ერთი შემთხვევა რჩება, როდესაც სხვა პრობლემებით უფრო აქტიურად ვართ დაკავებული და აი ამ შემთხვევაში ალბათ ყველგან მოდის ეს ხმამაღალი საუბარი, როდესაც ბავშვს უჩნდება უკვე შიშის შეგრძნება, ხომ? ანუ ფიზიკური დასჯის მეთოდამდე არის თუნდაც აი ყვირილი, რაღაცა ჩამორთმევა, გამოგლეჯა, მისი საყვარელი ნივთების და კიდევ ცემაზე რომ აღარ ვისაუბრო, ხო? შესაბამისად, ხო, აი არ ვიცი, იმიტომ რომ ბავშვს სრულფასოვანი უფლებების სუბიექტად არ ვიცი, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვავთ და მაინც ვფიქრობთ რომ ხო, რაღაც ეტაპზე ეს საჭიროა, არ ვიცი, დისციპლინის რაღაც მეთოდია, მაგრამ ეს მიუღებელია სრულიად. კი ბატონო, და ჩვენს მშობლებიც უნდა ვიყოთ დისციპლინირებული და ფრთხილად უნდა მიუდგეთ, რა თქმა უნდა, როცა საქმე ბავშვებს ეხება. და მომეწონას ფათაშვილის, ანუ ნუ დაიწყებთო ბავშვის აღზრდასო საკუთარი თავი აღზარდეთ რა, ანუ ის copy paste-ია. კი, ნამდვილად ეგრეა. ეხლა გადავინაცვლოთ უკვე შედარებით თანამედროვე გამოწვევებზე, რაც უკავშირდება უკვე ციფრულ სამყაროს, ხო? როგორც დასრულებს, ხო, დღეს ყველაფერი არის გაციფრულებული, თითოეული ჩვენი მოქმედება, კომუნიკაცია, ინფორმაციის გავრცელების თუ მიღების წყაროები და ასევე უამრავი სერვისი. რომელზეც ხელი მიგვიწვდება როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისე არასრულწლოვნებსაც. აი, რა საფრთხები მოიტანა ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ასე ვთქვათ, ბავშვების მიმართ. ეს რამეს დავამატებ რა, აი რა შეიცვალა კიდე ამ თაობებს შორის რა, ანუ ეხლა რო გონია რომ სახლშიას ბავშვი სახლში ზის და გონია რომ უსაფრთხოდ არის, ხო და ანუ მშობელი ძირითადად რას აკონტროლებს რა, ანუ ვისთან არის, სად იყავი და ასე შემდეგ, მაგრამ აბსოლუტურად არ ვიცით, ვისთან ურთიერთობს აი ვირტუალურ სამყაროში ბავშვი. აბსოლუტურად არ ვიცით რა. ანუ აი ერთი ერთზე ვტოვებთ, აბსოლუტურად უცნობ აუდიტორიასთან რა და სხვათა შორის აი სანამ მიპასუხებდი ხო, უპასუხებდი ამ კითხვას ხო, ანუ აი საერთაშორისო პრაქტიკა რას გვაჩვენებს ხო დღეს, ანუ აი თუნდაც განხმაურებულია Roblox-ის თემა, თუნდაც ანუ სოციალური ქსელები ხო, ანუ 24 წელს უკვე თურქეთმა სრულად დაბლოკა ეს პლატფორმა, ერაყმა დაბლოკა, რუსეთის ფედერაციამ დაბლოკა, შეერთებულმა შტატებმა დაბლოკეს, ხო? ანუ ძალიან მოკლედ ანუ იზრდება რა, ანუ ეს არეალი აი დაბლოკვის და პლუს სოციალურ ქსელებზე შეზღუდვები, ხო? იგივე ავსტრალიაში 16 წლამდე ძალიან მკაცრად არის შეზღუდული და ასე შემდეგ. აი ეს სტატისტიკა გვაქვს დღეს და ეს არ არის პატარა გამოწვევა, ეს არის ძალიან უხილავი, ძალიან სწორი სიტყვად ვთქვი, ხო? უხილავი გამოწვევაა, რომელსაც ვერც ვებრძვით. ხო, ანუ არ ვიცით როგორ ვებრძოლოთ, ხო, ეხლა ჩემ შულს რომ მქონდა რომ რაღაც მობილურში დაყენებული რომ მქონდა რაღაც მაკონტროლებელი, რაღაც family link-ი, ხო, WhatsApp-ი. ანუ თვითონვე მოტვინა, როგორ გაინთავისუფლოს თავი რა, ანუ დაარესეტა უბრალოდ ტელეფონი. კი, ძალიან ჭკვიანები აი ამ თაობასთან გვაქვს საქმე. კი, ამ თაობასთან ბოლოს ალბათ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ დიალოგით და რაღაცა ურთიერთობით და ურთიერთგაგებით და მათი ცნობიერების ამაღლებით და აი ამ რისკებზე და საშიშ საკითხებზე მეტი საუბრით, უფრო ესე ეფექტურ შედეგებამდე მივალთ. აი რა თემასაც შევეხეთ, ხომ? ბულინგზე ვლაპარაკობდით და ბულინგის თემას გადავაბავ. აქამდე თუ კი სკოლის ზარის დარეკვასთან ერთად თავრდებოდა სკოლაში არსებული ბულინგი, ხომ? თუნდაც ეხლა მაგალითად ეს ბულინგი ბავშვს მიყვება, ვიცი, თავის ოთახშიც, იმიტომ თავის რაღაც სრულიად პრივატულ გარემოშიც, იმიტომ რომ გრძელდება მაგალითად სოციალური ქსელების რაღაც ეგრეთ წოდებულ ჩათებში, სადაც ბავშვები გაწევრიანებული არიან. და ასე შემდეგ. ან მაგალითად, აი, როდესაც ღამის 11 საათზე ბავშვი გარეთ არის, მშობელი ბუნებრივია ნერვიულობს, ხომ? და რაღაც აი დაახლოებით მისთვის გასაგებია რა საფრთხების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ როდესაც ბავშვი 11 საათზე არის, ვთქვათ, ღამის 11 საათზე ეკრანთან ის არ ნერვიულობს. მშობელი რაღაც მშვიდად არის, ფიქრობს, რომ ბავშვი რაღაცას თამაშობს, სახლშია, მიირთვა საჭმელი, მომზადებულია დასაძინებლად, უბრალოდ ერთობა თავისუფალ დროს იყენებს ესე და შემდგომ რაღაცა ესე გაგრძელდება მშვიდად წყნარად. თუმცა რეალურად აი ამ დროს არის ზუსტად ბავშვი უხილავი საფრთხეების წინაშე და ჩვენ არ ვიცით რა ტიპის ბულინგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს და თვითონ როდესაც ამას გააცნობიერებს უკვე რა დოზით იქნება მისი ნერვული სისტემა დაზიანებული. უამრავი ფაქტია რა და თან აი ხა რაც ჩამოუთვალე ქვეყნები, იქ ზუსტად არის მოყვანილი მიზეზები ამ დაბლოკვის რა.
Roblox-ზე ეს ძალიან აქტუალური თემა იყო და Roblox-ში იყო რამდენიმე კონკრეტულ თამაშზე იყო თუ სწორად მახსოვს ჩემი შვილებიც აქტიურად თამაშობდნენ და სხვათა შორის ჩემმა შვილებმაც არ ვიცი რაღაცნაირად მე მგონი მასიურად საქართველოში არ არის აკრძალული მგონი მაგრამ რაღაცა ესე მასიურად გადავიდნენ სხვა თამაშებზე და აღარ თამაშობენ ერთ-ერთი იყო აი ჩვევები თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი თამაში იყო მოიპარე ბრეინოტი არ ვიცი ბავშვებიც თუ გიყურებენ ეცნობათ Till ბრეინოტი იყო ეს თამაში და ძალიან აქტიურად მესმოდა მეც რომ რაღაცა განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხის გამომუშავება თუ შეიძლება ისეთ ბრეინოტს თუ მოიპარავდნენ ერთმანეთს პარავდნენ მე ამ ბრეინოტებს და მოკლედ რთული ამბავი იყო აშკარად და რეალურად მოპარვის წამახალისებელი იყო ანუ დანაშაულის არ ვიცი რომანტიზებას საკეთებდა ფაქტობრივად ეს თამაში ხომ და არ ვიცი 10 წლის ბავშვი 8 წლის ბავშვი რომ ამას აკეთებს ეს მერე დროთა განმავლობაში რომელი ჩვევის პროვოცირებას გამოიწვევს და ზრდასრულ ასაკში რა მიმართულებით განვითარდება არავინ არ იცის და აბსოლუტურად არასაჭირო და ზედმეტია რომ ამ ასაკში ბავშვი მსგავს რაღაცების საკეთებდეს თავისუფალ დროს. ნამდვილად. სერგომ ახსენა ერთი საინტერესო ნიუანსი რომ აი ვაკონტროლებ ბავშვს ხო და ალბათ ყველა ვაკეთებთ ამას და გაგვიკეთებია და არის დღეს ხო რაღაც საშუალებები როცა ბავშვის ონლაინ აქტივობები შეგვიძლია დავბლოკოთ ან უბრალოდ ვაკონტროლოთ და ვნახოთ მაგალითად ვისთან აქვს თავს რა და კი არ ვაკონტროლებ ვარიდებ თავს რაღაცა ისეთ კი მაგას მიემართება საბოლოო ჯამში რომ უბრალოდ ვიცოდეთ ვისთან აქვს კომუნიკაცია რა შინაარსის კომუნიკაცია რას უყურა რა მოისმინა და რა ინფორმაცია მიიღო მაგრამ აი ეს ესეთი ცოტა ესეთი საკითხი არის უყურეთ ორი მხარე აქვს ამ საკითხს რომ ბავშვსაც ხომ აქვს პირადი ცხოვრება ხო და მისი პირად ცხოვრებასაც უნდა უცეთ პატივი აი ამათ შორის როგორ არის ასე ვთქვათ ბალანსი ერთის მხრივ ერთი შეხედვით კეთილ განზრახვას შორის მშობლისა რომელსაც უბრალოდ მისი განზრახვა არის რომ ბავშვს რაიმე საფრთხეს აარიდოს და მეორე მხრივ ბავშვის პირად ცხოვრებას შორის და ხომ არა აქვს ამაზე ასე ვთქვათ ასაკსაც რაიმე მნიშვნელობა როცა ჩვენ მიდგომა უნდა შევცვალოთ რაღაც ეტაპზე კი ბატონო აი ბოლო მონაკვეთიდან დავიწყებ რაც ახსენე და თო ასაკს აქვს მნიშვნელობა და ნამდვილად ახლა ჩვენ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ ესე პირდაპირ და ერთგვაროვნად და ვერ შევხედავთ ბავშვს რაღაც ერთგვაროვნად იმიტომ რომ ბავშვი ითვლება ბავშვად 18 წლის ასაკამდე და აი ხა მაგალითად თქვენ ბრძანეთ რომ ბავშვმა თვითონ მოიფიქრა და ყველა ეს ლიმიტები რაც ჰქონდა დაწესებული მარტივად რაღაც ერთი სხვა ციფრული შესაძლებლობის შედეგად თავად ხო 7 წლის ბავშვი გააკეთებდა ამას დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხებს რაღაც ესეთი მეთოდი აქვს ეძებენ YouTube-ში უყურებენ ტუტორიალებს რა როგორ გააკეთონ რომელი მოდელის რა smartphone-ი აქვს ამის მიხედვით და ნუ აი არ ვიცი მეც ხშირად ვეკითხები ხოლმე რჩევებს რაღაცებს რომ ვერ ვახერხებ ჩემს ტელეფონში შესაბამისად ან ბავშვთან ეს იძულების და ესეთი სადამსჯელო ფორმა ამ საკითხს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ თუ მივეცი, თუ ჩვენ შევუძინეთ ხომ 8 წლის, 10 წლის, 12 წლის ბავშვს რომ smartphone-ი აქვს, მშობელმა უყიდა მას smartphone-ი, ხომ? შესაბამისად რაღაც თავისი ისეთი სივრცის შექმნის შესაძლებლობა მივეცით, რომელიც ან მის აი ამ პრივატულ სივრცედ აღიქმება და როდესაც უკვე ამ სოციალურ ურთიერთობებს აყალიბებს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სივრცედ იქცევა. მაგალითად ეს WhatsApp-ის, Viber-ის, Messenger-ის ჩათები აქვს ძალიან ესე აქტიურად და სარგებლობენ. შეიძლება რომ კონდეს ბავშვს smartphone-ი, აი რეკომენდირებული რამდენი წლიდან. ხო, ეს ალბათ ესეთი საკითხია. აქაც ორი თემა შემოდის. ბავშვების უმრავლესობას თუ აქვს smartphone-ი და საკუთარ ჩემს შულს მაგალითად არ აქვს smartphone-ი, ეს უშლის ხელს სოციალიზებაში. ეს კიდე სხვა პრობლემაა. ანუ ეს უშლის ხელს, აი შეიძლება ამის გამო გახდეს ბულინგის მსხვერპლი, იმიტომ რომ მიდის სკოლაში და ყველა მიცის რაღაც ამბავი, რომელიც გუშინ საღამოს მოხდა და ჩატში განიხილეს მაგალითად, ან ყველამ ერთმანეთს დაურეკა რაღაც ახალი ამბავი უთხრა და ის ერთი ბავშვი, რომელსაც არ აქვს smartphone-ი, საერთოდ არ იცის ეს და ამის გამო არის ძალიან მოწყენილი, გარიყულად გრძნობს თავს და უკვე სხვა პრობლემის წინაშე. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ კარგი პრაქტიკაა ის, რომ ბავშვს აქვს ულიმიტოდ ტელეფონი. თუმცა ტელეფონი არის საკონტაქტო საშუალება და დანიშნულებისამებრ მისი გამოყენება, რომ იცოდეს ბავშვმა პატარა ასაკიდანვე, ამაში
ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ხანაში ვცხოვრობთ, რომ ვერ ესე ძალით ვერ დავიცავთ ბავშვებს, ძალით ვერ შევძლებთ იმას, რომ ავარიდოთ აი ამ ციფრულ საფრთხეებს, ხომ? რეალურად მათი ცნობიერების ამაღლებით მათზე ამ კუთხით ზრუნვით რეალურად შევძლებთ, რომ რისკები ამოიცნონ. თავარი არის ის, რომ მათ შეძლონ, რომ ამოიცნონ რისკები და თავადვე ისწავლონ ის რაღაცა წესები, რომლებითაც შეძლებენ თავიანთი თავის დაცვას და აი ამ კუთხით გავაძლიეროთ მათი უნარები. შესაბამისად, პატარა ასაკში ბავშვებთან ალბათ ეს ლიმიტები, გარკვეული family link-ები ეგრეთ წოდებული და ასე შემდგომ მოქმედებს, თუმცა ცოტა უფრო ისე თინეიჯერულ ასაკში უკვე მათ ცნობიერებაზე ზრუნვა და დიალოგი მათთან და მათი მხრიდან გახსნილობა საუკეთესო საშუალებაა. ნაცვლად რა. შეზღუდვის ნაცვლად და ამას არ უნდა ხდეს თვალთვალის სახით, აი ბავშვი რომ დაიძინებს და მისი მაშინ ავიღოთ მისი smartphone-ი და დავათვალიეროთ მისი ჩათები მაგალითად, ხომ? ესეც ძალიან ესეთი ბავშვის ღირსება ყოველთვის უნდა იყოს დაცული მათ შორის მშობლის მხრიდან და იმიტომ რომ მშობელი ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პირად ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის და ესეთი უფლებები გვაქვს. აი ასევე თამდევი საკითხი ერთია წვდომა და მეორეა პირიქით ბავშვის ასე ვთქვათ პირადი ინფორმაციის შექმნა და მეორე გაზიარება და ალბათ ნუ ყველას გავიკეთებია ახლა 21 საუკუნეში სხვაგვარად უკვე შეუძლებელია როცა ჩვენი შვილების ფოტოები გაგვისაჯაროებია სოციალებში ვიდეოები ან რაღაცა ისტორია ან ამბავი ეს სხვადასხვა კიდე საინტერესო თემა აი მან ხომ არ ვარღვევთ ბავშვის აი ზუსტად ეგ არის საინტერესო ამ სტორებს და რაღაც საყვარელ სურათებს თან ამას ხშირად ვაკეთებთ ისე როცა ანუ და ბავშვი ან ისე ვაკეთებთ რომ ბავშვი არ არის ინფორმირებული ანუ ბავშვმა შეიძლება ვერასოდეს ვერც გაიგოს ანუ შეიძლება ბავშვი იყოს უკვე 9 წლის 10 წლის მაგრამ მაინც არ მივაწოდო ინფორმაცია და დაუკითხავთ მე რაც მომწონს მშობელს მისი ფოტო გამოვაქვეყნო და ხო ეს ძალიან საინტერესო თემაა ამ კუთხით რა რჩევა გვექნება ასე ვთქვათ მშობლებისთვის ესეც ძალიან აქტუალური თემაა და ხშირად აი გარკვეული მშობლების Facebook-ის გვერდი რომ დამითვალიერებია, მაგალითად მომხვედრია ძალიან თვალში ის რომ მათი ეგრეთ წოდებული კონტენტი მთლიანად მათ ბავშვებზე აგებული. რეალურად ბავშვი არის ცალკე პიროვნება, მშობელი არის ცალკე პიროვნება, ხომ? და ეს ზღვარი, ეს რაღაც თუნდაც პატივისცემა საკუთარი შვილის მიმართ უნდა ამაშიც გამოიხატოს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ რაღაც გარკვეულწილად საზოგადოებას რაღაც გარკვეული თუ გვაქვს ამისი სურვილი მივაწოდოთ საკუთარი შვილების განვითარების, წარმატების და ასე შემდგომ შესახებ ინფორმაცია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც საკუთარი შვილების წარმოდგენები როგორია და აი 7 წლის ბავშვს, 8 წლის ბავშვს უკვე ძალიან კარგად შეუძლია მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება და ეს რეალური შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც მაგალითად ბებიას დაუდია ბავშვის თავისი შვილიშვილის ძალიან ესეთი საყვარელი, სასიამოვნო ცეკვის ვიდეო ესეთ ოჯახურ გარემოში და მეორე დღეს ეს ბავშვი, იმიტომ რომ ესეც ალბათ ყველას ეცოდინება for you თუ მონიშნავ TikTok-ზე და ასე შემდგომ ფაქტობრივად ეს სრულიად უცხო ადამიანებსაც შეუძლიათ ნახვა ამ ვიდეოების და მეორე დღეს სკოლაში ყოფილა მნიშვნელოვანი ისეთი არცებითი განხილვის საგანი და ფაქტობრივად რაღაც პერიოდი გაგრძელებულა კიდეც აი ამ ცეკვის განხილვა, რომელიც გარკვეულწილად ბულინგის რაღაცა მაგალითადაც ქცეულა. ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა საფრთხეების წინაშე დავაყენებთ, თუნდაც ეს უმტკივნეულო და საყვარელი ინფორმაციის გაზიარებით შვილებს და ამიტომ ჯობს რომ მათ თავად გადაწყვეტონ, როცა გადაწყვეტენ რომ ციფრულ სამყაროში მათი კვალი აი ამ ფორმით გამოჩნდეს. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად ვერ უხსნი. არის ფიზიკურად ვერ უხსნი, იქნა გამომდინარე რომ არიცი მისი, ასე ვთქვათ, არის მზად მსგავსი ინფორმაციის მისაღება თუ არა. რეალურად პატარაა ჯერ ამ ინფორმაციისთვის და კითხვა სვავს უკვე. კი, ანუ ჩვენ ეს კითხვა დავსვით შეიძლება რავი 16 წლის, 17 წლის, ანუ ეს სვავს 7 წლის ასაკში. შეიძლება მაგუთითაც მოცემულა უკვე. კი და ძალიან ეს მნიშვნელოვანი თემა არის ბავშვთან საუბრის მეთოდი.
და ეს არის განსაკუთრებული პრობლემა კიდევ, ხომ? არა მხოლოდ მშობლების მხრიდან, არამედ აი ესეთი რაღაც მარტივი მაგალითი მახსენდება, ცოტა ხნის წინ იყო რაღაც ესეთი პრობლემა სკოლაში, ერთ-ერთ სკოლაში, რაღაც ჩემი მეგობრის შვილის შემთხვევა, რაღაც გარკვეული აგრესიული ქცევა მოხდა ბავშვებს შორის და მანდატური ჩაერთო და გადაწყვიტა, რომ 14 წლის იყო ბავშვი, მოსწავლე, უნდა შეემოწმებინა და ბავშვი დგას მშობლის გვერდით და მშობელს მიმართავს მანდატური, ბავშვს არ მიმართავს და ეუბნება, რომ თქვენი შვილის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება უნდა განვახორციელო. მშობელი ეუბნება, რომ მოდით ვკითხოთ, ავუხსნათ ბავშვს და კი ბატონო, ამის შემდგომ ანუ მისგან მივიღოთ ამაზე ნებართვა, ხომ? და მიუბრუნდა მანდატური და ბავშვს მიმართავს და ეუბნება, რომ შენი უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება უნდა განვახორციელო და ბავშვის სახე არის. ანუ ქუჩაში რომ გავაჭეროთ ყოველი მეორე, ვერ აგვიხსნის რა მექანიზმია მანდატურის მხრიდან უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ხო, ანუ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ბავშვთან ურთიერთობის მთავარი გამოწვევა არის სწორი ენის შერჩევა და აი ამ რთულ თემებზე, ეს სულაც არ არის რთული თემა, ძალიან მარტივი თემაა, მაგრამ მათთვის გასაგებად საუბარი და ამას ჭირდება რაღაც ეს სხვანაირი ცოდნა ალბათ და სხვანაირი მიდგომების და უნარების გამომუშავება. იმიტომ რომ აი ვერ გაიგობა ხო ამბობ, აი არ ესმის ამბავს. იქნებ შენ ვერ აგებინებ. ხო, ზუსტად უმეტეს შემთხვევაში. ხო, ანუ შენ ვერ აგებინებ, ხო? ხა რატო შტერი ხო არ არის ბავშვი, ხო? ანუ გაიგებ და ანუ თუ სხვა რაღაცა ესმის, ესე იგი ამასაც გაიგებს. მაგრამ ესე იგი ვერ აგებინებ. კი, სხვათა შორის ქეთიმ რა შემთხვევაც აღწერა, მე მახსენდება, რომ იყო მსგავსი შემთხვევა, რომელიც განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ზუსტად ეხებოდა მშობლების დაუკითხავად, ბავშვი, რომელიც ხშირად რჩებოდა ბებიასთან, თუმცა მშობლებს და ბებიას შორის არ იყო მთლად ჰარმონიული ურთიერთობა, ბებია, ასე ვთქვათ, სიყვარულით ასაჯაროებდა ინტერნეტ წყაროებში ბავშვის ფოტოებს, ასე ვთქვათ, ისე რომ მშობლები არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული და როგორც მახსოვს, ეხლა არ მინდა მსმენელი შევიყვანო შეცდომაში, ეხლა სამართლებრივი არგუმენტაცია რა იყო არ ვისაუბრებ, მაგრამ მშობლებმა მოიგეს, ასე ვთქვათ, ეს დავა და ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, ქართული პრობლემა, ზოგადად გლობალური პრობლემა არის და ალბათ ყველა ქვეყანაში, ყველა მშობელი და ყველა ბავშვი იგივე გამოწვევის წინაშე დგას. მინდა რომ შრომასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ და სხვა შორის ამ კუთხით ჩემი მინდა თუნდაც როგორც ტურისტის დაკვირვებით, მე მგონი სხვადასხვა ქვეყანაში კულტურულ საკითხსაც უკავშირდება ეს ჩემი აზრით. მაგრამ ხო, ხშირად არის, როცა არასრულოვანი ჩართული არის შრომით ურთიერთობაში, ხო? ფაქტიურად აი დასაქმებული არის და შეიძლება ანუ შორბად ხელფასსაც იღებდეს, ხო? და როგორ უნდა განვასხვაოთ ზოგადად დასაშვები ჩართულობა რაღაცა შრომითი ექსპლუატაციისაგან? შრომით ურთიერთობებში ბავშვის ჩართულობა რაღაც გარკვეულწილად სამართლებრივად მიღებული და საკმაოდ კარგად მოწესრიგებული საკითხია და ყველა შრომით ურთიერთობაში ჩართულობა არნიშნავს შრომით ექსპლუატაციას. ამას აქვს გარკვეული ნიშნები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, სად გვაქვს საქმე შრომით ექსპლუატაციასთან. რეალურად ეს მოკლედ რომ ვთქვათ, სამართლებრივად რა მოცემულობა გვაქვს, 16 წლის ასაკიდან იწყება შრომითი ქმედუნარიანობა, 16 წლამდე ბავშვი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ მშობლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. 14 წლამდე ბავშვი მაგალითად შეიძლება დასაქმებული იყოს მაგალითად სპორტული, სახელოვნებო, კულტურული მიმართულებით ან სარეკლამო საქმიანობაში. ასევე მაგალითად აკრძალულია ქვეყანაში დადგენილია მძიმე მავნე საშიშპირობებიანი საქმიანობები და ამ მიმართულებით ბავშვის დასაქმება არის აკრძალული. ანუ თუ ამ მიმართულებით დასაქმდება ბავშვი, ესე იგი აქ იქნება შრომითი ექსპლუატაციის ამოცნობა შესაძლებელი. ასევე ნებისმიერი ისეთი სამუშაო, რომელიც ბავშვს ხელს უშლის საბაზო განათლების მიღებაში, დაწყებითი საფეხურის ფარგლებში განათლების მიღებაში, მასზე ახდენს, მის კეთილდღეობაზე ახდენს მავნე გავლენას, ნებისმიერი ასეთი სამუშაო ითვლება არა დასაშვებ შრომის ჩართულობად და უკვე რაღაც შრომითი ექსპლუატაციის ნიშნები
შეიმჩნევა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის მოწესრიგებული, მაგალითად, ზეგანაკვეთურად არ შეიძლება რომ დღეში 2 საათზე მეტი იმუშაოს ბავშვმა, კვირაში 4 საათზე მეტი იმუშაოს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა რთული საკითხია, საკმაოდ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მაგრამ აი შობელი თუ ჩათვლის რომ ბავშვის ინტერესები ეს არსებითად ზიანდება კონკრეტული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეს შრომითი ურთიერთობა მარტივად შეიძლება რომ შეწყდეს. ანუ მთელი რიგი საკმარისია მშობლის ასე ვთქვათ. კი, შობლის შეფასება საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით. მადლობა კეთი და ერთი ესეთი საკითხი არის რომელიც აუცილებლად მინდა ამასაც შევეხოთ და სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებული არის ეს საკითხი და რო ვიცოდეთ უბრალოდ და საზოგადოებას რომ ავუხსნათ ხშირად როცა ოჯახში არის კონფლიქტი მეუღლეებს შორის და შეიძლება იყოს აქტუალური უკვე განქორწინების საკითხი და აი როგორც იურისტი რას გვეტყოდი კეთი აი ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა არ ვამბობთ ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი ბავშვისთვის მაგრამ სამართლებრივად რა უფლებები აქვს ასე შემთხვევაში ბავშვს აი ამ შემთხვევაში ალბათ სწორედ როდესაც ესეთი მოცემულობა იქმნება, ერთ-ერთი პირველი რაც მოდის, ეს აქტიურად, განსაკუთრებით ამ დროს აქტიურდება საოჯახო სამართალი და ბევრი უფლება არსებობს, რომელთაც სარგებლობს ბავშვი და ამ დროს შემოდის ასევე იმის საჭიროებაც, რომ შობელმა ბავშვის უფლებებიდან გამომდინარე განახორციელოს თავისი ქმედებები და არა ნაწყენი გაბრაზებული მეუღლის პოზიციიდან მაგალითად. ბავშვის უფლებებს რომ დავუბრუნდე, ამ შემთხვევაში მაგალითად მას აქვს უფლება რომ ორივე მშობელი თანაბრად ზრუნავდეს მასზე და ეს ზრუნვა იყოს როგორც მატერიალური კუთხით გამოხატული, ასევე ემოციური, სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერის კუთხით გამოხატული და ასე შემდგომ. აი ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც მაგალითად ერთ-ერთ მშობელს არ აქვს საერთოდ შემოსავალი, მეორე მშობელს აქვს სოლიდური შემოსავალი და მშობელი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი, მიაჩნია რომ მასთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი და თან ფიქრობს რომ აი შეიძლება 1000-ობით ლარი მოითხოვოს ალიმენტის სახით. თუმცა ანუ სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით მიდის იმ მიმართულებით, რა რეალური საჭიროებები აქვს ბავშვს და შესაბამისად მისი ცხოვრების ხარისხის იმ მაჩვენებელზე შენარჩუნებისთვის, როგორიც ქონდა და სტრესის ამ კუთხით არიდების მიზნებისთვის, რა კონკრეტული ოდენობის თანხა სჭირდება და უმეტეს შემთხვევაში 1000-ობით ლარზე არც ერთი ალიმენტის შემთხვევაში არ არის ხოლმე საუბარი. 700-800 ლარის კარგი შემოსავლის დასაბუთების შემთხვევაში შეიძლება დააკისროს სასამართლომ და ასევე ბავშვი მაგალითად თუ კი სწავლობს ესეთ სკოლაში, რომელიც კერძო სკოლა და განქორწინების შემდგომ შეიძლება დადგეს იმისი საფრთხე, რომ სკოლის შეცვლა მოუწიოს, სასამართლოც მაქსიმალურად მხარს უჭერს აქაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ცდილობს, რომ თუ კი მშობლის შესაძლებლობები ამ ზღვრებს არ ცდება, მშობლებს დაავალდებულოს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და მაგალითად ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ქირის ხარჯები, შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების საზღაურში მონაწილეობა და ასე შემდგომ. ასევე ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა ხდება ხოლმე ხშირად სადავო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და აი ამ შემთხვევაშიც ბავშვს აქვს ძალიან ბევრი უფლებები, მაგალითად ერთ-ერთი აქტუალური უფლება არის ის, რომ 10 წლის ასაკიდან ბავშვი თავად იღებს ასევე გადაწყვეტილებას, თავად მონაწილეობს, აფიქსირებს აზრს სასამართლოს წინაშე, რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსი მოდის წინა პლანზე, როდესაც მსგავსი პროცესები იწყება და აი ამ შემთხვევაშიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სასამართლოსთვის და სამართლიანი ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც რეალურად შეიძლება რომ მართლაც ახსრულდეს ბავშვისთვის ნაკლები სტრესის პირობებში. ფანტასტიკური სპიკერია. კეთევანი. კეთევანი, ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი ამომწურავი პასუხებისთვის, ან ჩემთვისაც მეც მივიღე დღეს, მართალი გითხრა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. მადლობა შენ ტრადიციულად, ბატონო დავით. და მოკლედ დღეს რო შევაჯამოთ რა, ანუ დღევანდელი ჩვენი თემა გამოდის ის, რომ ანუ ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ანუ გონია, რომ არის ქუჩაში, მთავარი კითხვა მაინც რჩება ის, რომ ანუ აი ჩვენი შვილები, რომლებიც ანუ დღეს აი ციფრულ სამყაროში არიან და ურთიერთობა აქვს აბსოლუტურად უცნობ ადამიანებთან, ხო? ანუ რამდენად ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ქუჩაში როცა არის, სკოლაში როცა არის, ამათ ვიცნობთ. იქ არ ვიცნობთ და კონტროლს კარგავთ. ამიტომ
აი ამ ტონაზე ტონის მოკლედ ანუ ვასრულებთ დღევანდელ პოდკასტს საინტერესოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმარს, ძალიან დიდი მადლობა მოდერატორს და ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს იმისთვის რომ გიყურებთ. დაგემშვიდობებით სამშაბათამდე.